მოგესალმებით ყველას, ჩვენ ვართ TL გრუპი, ეს კი TL Time-ია. ვიმყოფებით ტრადიციულად Drunk Teddy-ში, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ და დააგემონოთ ტედის საფირმო კანჭი და ეს უგემრიელესი ლუდი, რომელიც გადაცემის დაწყებამდე ვერ მოვითფინეთ და დავლიეთ. ტრადიციულად დავიწყებთ პირველი რუბრიკით და ბიჭებო, მე მინდა ძალიან საინტერესო ამბავი მოგიყვეთ. Kia შევიდა პიკაპების სეგმენტში და გამოუშვა პირველი პიკაპი, რომელსაც ჰქვია Kia Tasman, რომელიც გამოიყურება კეთილი დელფინივით, ჩემი პირადი აზრით და ესეთი მახინჯი პიკაპი მე პირადად არ მინახია, ცოტა განსხვავებული კი არის, მაგრამ მე არ მინახია. აი ესე მე მომწონს. აი რაღაცა დიდი პლასმასის რაღაცები აქვს დამატებული გვერდებზე. ჰოლდინგებზე. ვერ მივხვდი ამ ხელა რა თქმა. სხვა სურათი გაგვიხსენილა თუ შეიძლება. სიმახინჯის ეტალონი არის. მეც ეგრე ვფიქრობ. არა, ძალიან კარგი ვერსია. არა, დაკოპირებული სხვა აი ამ ფერში კიდე არა უშავს, მაგრამ ვერც ერთი ფერი ვერ უშველის ამ მანქანას პირადი. აი სალონი ნორმალურია, სალონს არა უშავს. ფარები დიზაინერია. მაგას ვამბობ, ანუ კეთილი დელფინის ვიზუალი. რა უნდა გაანათო? ანუ ნამიხვი და მოეფერო. შუანაწილს ანერდი ანათოს არის. ბრონკოს ტორპედოს წააგავს. ან ფარი შეიძლება ესე ეყინოს რა. არა, აშკარად ლამაზია სალონი. შეიძლება, ხო. ნუ, მოკლედ, ყველა პიკაპისგან გამოარჩევ ისეთი. ყველასგან იმდენად მახინჯია, ყველა პიკაპისგან გამოარჩევ. არასდროს არ დაგავიცნებო. და მოგიყვებით ცოტას. ეს კარგი ფერი. ცოტას მოგიყვებით ამ პიკაპზე. Kia-სგან რაც გამიკვირდა, ის არის, რომ დიზელის ვერსია არ შემოგთავაზა. არის მხოლოდ 2.5 ტურბო ბენზინის ძრავით, ანუ ტურბირებული 2.5 ძრავია. ეს ახალი თაობის ძრავებია და მინდა გითხრათ, რომ სრულიად უპრობლემო და მართლა მაგარი ძრავებია. გამოიმუშავებს 291 ცხენის ძალას, არის 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი და ამ ავტომობილის ფასია არც მეტი და არც ნაკლები კი არა და არც ნაკლები $42,000-დან $95,000. ცოტა ბევრი ხო არა. სხვათა შორის შეიძლება სურათებში დიდი ჩანდეს, მაგრამ ეს არ არის Ford F150-ის ან Chevy Silverado-ს ზომის მანქანა. ეს არის უფრო პატარა კატეგორიის მანქანა და ამ პატარა ზომის მანქანისთვის მე პირადად მებევრება. ხო, იქნა გამომდინარე, როცა რაღაც სეგმენტში შედიხარ, ხო, პირველად ახალი ხარ, დასამტკიცებელი ბევრი რამე. ეგრევე ამ ხელაფასის დადება, რა ვიცი. კონკურენტებს შევადაროთ ფასის მიხედვით. კონკურენტები ზომის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, არის ცნობილი მანქანები, როგორიც არის Ford Ranger-ი, რომელიც ყველამ იცის აბსოლუტურად და საკმაოდ გაყიდვადი და კარგი ავტომობილია მართლა და არის Chevy Colorado, Chevrolet Colorado, რომელიც არც ისე პოპულარულია, თუმცა ბევრად მაგარი მანქანა არის და მოდით ახლა გაჩვენებთ ამ ავტომობილებსაც. ეს არის Ford Ranger-ი უკვე განახლებული ვიზუალით. შედარებაც კი არ შეიძლება. მაგრამ დიდად რო თქვა, რომ ესეც რაღაც ძალიან ლამაზია თქო, მოგატყუებთ. ნუ სალონი ბევრად უფრო პიკაპურია. უფრო პიკაპურია, კი. Tesla style monitor-ი. Tesla style monitor-ი მოერგო. ამ ზარაში, Ranger-ში აი სულ ახალ ლეველზე აიყვანეს ინტერიერი, იმიტომ რომ ბევრად ლამაზი ინტერიერია, ანუ სპიდომეტრის ადგილას მონიტორი გვაქვს, უზარმაზარი Tesla style monitor-ი, კნოპკებიც არ დაავიწყდათ, კონდიციონერის, ყველაფერი არის ჰარმონიაში. Ford Ranger-ის ფასი იწყება $35,000-დან და მთავრდება $45,000-ზე. იქ სადაც ტალისმანის საბაზო კატეგორია იწყებს, Tasman-ი ბოდიში, Tasman-ის საბაზო კატეგორია იწყებს. და რა გვაქვს აქ? აქ გვაქვს ორი ტიპის ძრავი, 2 და 3 ეკობუსტი და 2 და 7 ეკობუსტი. საკმაოდ ძლავრი ძრავები. 2 და 3 ეკობუსტი გამოიმუშავებს 275 ცხენის ძალას, რაც ამ ავტომობილს მოსტრათ აქცევს, კი. და 2 და 7 ეკობუსტი საერთოდ 319 ცხენის ძალას კიდევ უფრო სწრაფს ხდის ამ ავტომობილს და ნუ Tasman-ს არანაირ შანსს არ დაუტოვებს გინდა off-road-ზე, გინდა ნუ ნებისმიერ კლასიკური დიზაინი აქვს, შორს აწავიდნენ.
ვერ ვიტყვი, ამაზეც ვერ ვიტყვი, რომ ლამაზია. ხო, მაგრამ აი იმასთან რო შეადარო, იმასთან ალბათ ის ძალიან კლასიკური პიკაპია. აი ეს რა არის? აი რა არის ეს? შოთას მოწონს. გაგიკვირდება და მე ავიღე. სიგნის ბავშვს ვაჭრობ. აი ამ ფერს ზუსტად ცეღარაცი. უცხო ალბათ და მაგითო სამხედრო ნაცია. სამხედრო ფერი, კი. ხო, კიდე კონკურენტი დღესამის. კი, ბოლო კონკურენტი არის Chevy Colorado, Chevrolet Colorado. ეს სხვა. ვიზუალის სხვათა შორის ამ ავტომობილზე ცალკე შეიძლება გაკეთება, იქიდან გამომდინარე, ეს არის 2026 წლის მოდელი, ახალი მოდელი გამოუშვეს, სრულიად ახალი ვიზუალით. ავტომობილი არის ბევრად ლამაზი მის წინამორბედებთან დაკავშირებით. წინა კოლორადოები საერთოდ არ იყო პოპულარული, იმიტომ რომ ვიზუალურად დიდად მომხიბლელი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ ეს ძარა უკვე ბევრად საინტერესოა ყველასთვის. აი ვიზუალურად ახლა წინაურთად ჯობია ეს ახლა. ის ხო კარგი იყო, მაგრამ ეს კიდე უფრო წინაურთად ჯობია. კი, ჩემი გემოვნებით. ინტერიერიც. მე მაინც კი ასავდი. ინტერიერი ძალიან კარგია. ინტერიერიც კარგია, კოლორადოს ძალიან ესე ვთქვათ Chevy სტილში არის. სპიდომეტრი ჩვეულებრივად მონიტორი, აქეთაც პატარა მონიტორი, არ რაღაც გადამეტებული, თავისი კნოპკებით, ყველაფრით და მე თუ მკითხავ მეტი არც ასაჭიროა. ბიჭო, ერთი შეკითხვა მაქვს, აი ამ მანქანების გასაღებები რო შევადაროთ, რომლის იქნება უკეთესი? აი ეს გასაღები ანათებს. რაც შეეხება Chevrolet Colorado-ს, ეხლა მომისმინეთ ყურადღებით. მისი საწყისი ფასი არის საბაზისოსი $36,000 და მაქსიმალური $39,000. ყველაზე იაფი არის. ფაქტიურად ამან აჯობა. და პლუს ერთი პლუსი. აქ გვაქვს ახალი თაობის 2.7 ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 318 ცხენის ძალას. ძალიან სწრაფი არის ეს ავტომობილი და აღჭურვილია 8 სიჩქარიანი ავტომატიკით. მოკლე შეჯამება რო გავაკეთოთ, Chevrolet არის ყველაზე იაფიანი, შემდეგ მოდის Ford Ranger-ი, ჩემი აზრით და ყველაზე ჩემი აზრით, ხო. Kia Tasman. საინტერესოა პროცესში, ანუ პრაქტიკაში როგორი იქნება ეს მანქანა. Kia's ბევრი აქვს დასამტკიცებელი. დიზაინი რაღაცნაირია, ხო, ბევრისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ აი ტექნიკურად როგორი გამოდგება ნახოთ. მე ვფიქრობ, რომ Kia-ს ახლა როდესაც მოუნდა პიკაპის გაკეთება და ამ სეგმენტში შესვლა, ცოტა ზედმეტად მოინდომა და არ ვიცი, გააკეთა რაღაც მონსტრი, ფრანკენშტეინივით. ველოსიპედი გამოიგონა ახლიდან. არა, პირველ რიგში ფასი უნდა დაედო მათზე დაბალი, როდესაც ეჭიდები ისეთ პიკაპებს, როგორიც არის Ford Ranger-ი, იმიტომ რომ პიკაპზე რო კაიგი განათება არა გაქვს, აი მან რავი, ხაზე უნდა ილაპარაკო. ხო, ნუ ეგეც დიდი მინუსია რა. მაგ ფარებმა რო რა უნდა გაანათონ, არ ვიცი. მოდით შევაჯამოთ დღის მანქანა. ხო, გამე არ უნდა იარო. სათევზაო დღის საათებში მიდიხარ. ღამეს დადია. მოდით შევაჯამოთ და ვთქვათ, ვინ რომელ პიკაპს ვიყიდით. მე მაგალითად ჩემი პირადად ფავორიტი და ამ სამეულში რომელსაც შევიძენდი მართლა ჩემთვის ეს არის Chevy Colorado. მე სამსამეულიდან Chevrolet-ს ავირჩევდი ვიზუალურზეც. უკაცრავად მაგრამ მე Kia-ს შევიძენდი. კი ბატონო, გასაღები ანათებს. ხო, ჯერი გასაღები და მე კიდე ძალიან მაინტერესებს და შევიძენდი და დამიჯერე რომ ერთადერთი მანქანა არის რომ გაივლი და ყველა გამოგაყოლებდა თვალს, მაგრამ რა კუთხით გამოგაყოლებდა ეგ არ ვიცი, მაგრამ ყველა შეიძლება სურათში ესე ჩანს და ლაივში უფრო მაგარია. სხვათა შორის კორეაში როცა ვიყავი, იქ სადაც სასტუმრო ქონდა, სასტუმროს გვერდით იყო Kia-ს ცენტრი. და ეყენა და დამიჯერე ლაივში უარესია. აქ შეიძლება ძალიან კარგი ფოტოები აქვს. დამაიმედე. რუბრიკაში დაუფასებელი ავტომობილები. დღეს წარმოგიდგენთ GMC Acadia-ს და წარმოგიდგენთ 2016 წლიდან მოდელს, რადგან მანამდე ჰქონდა პრობლემები გადაცემათა კოლოფს და 2016 წლიდან გამოასწორეს და გაცილებით უკეთესი გადაცემათა კოლოფები აქვთ. ესე იგი 2016 წლიდან 2018 წლამდე სამი ტიპის ძრავით გვაქვს ეს მანქანა წარმოდგენილი 2 და 0 უკანა წამყვანი, 2 და 5 უკანა წამყვანი და 3 და 6 უკვე 4/4-ზე. ხოლო 2020 წლიდან ბევრად დახვეწილი კუზავ აქვს ამ მანქანას, განახლებულია და ბევრად გაუმჯობესებულია. ხაზი მინდა გაუსვა ერთ რაღაცას, რომ მაგალითად ჩვენთან Ford Explorer-ი საკმაოდ პოპულარულია.
ძალიან მოხშირი და ჩამოყვანა. და ეს მანქანაც ეს GMC აკადიაც 7 კაციანია სხვათა შორის. პირდაპირ კონკურენტი ამერიკაში. და ფასთან მიმართებაში მაგალითად 16-18 წლის მანქანა შეიძლება $5,500-ად ჩამოვიყვანოთ საქართველოსამდე. როცა Ford Explorer-ს ადგილზე ჭირდება ეს თანხა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი დაუფასებელი მანქანაა, ანუ უკანა წამყვანის ვერსიაც ვიზუალურად ცოტა რო დაწვას და 4x4 ვერსია ვიზუალურად მე განსაკუთრებით მომეწონა 2020 წლის მოდელი ულამაზესი ფარებით და განსხვავებული ცხვირით არის. ახალი Ford Explorer-ზე ბევრად მახინჯი არის ამას. რაღაც მომენტში რაღაცა პიკაპური ცხვირია. ხო, პიკაპური ცხვირია. Chevrolet-ებს, კი, ზუსტად. ძალიან ლამაზი მანქანა არის, 7 ადგილიანი, ოჯახისთვის და კი. ნუ ეს 16-18-იანი კუზაუც და ახალი კუზაუც ვერ გახდა ჩვენთან პოპულარული. ალბათ რაღაცა იგივე მიზეზების გამო, ან უბრალოდ რაღაცა იმიტომ ხელზე თითებზე ჩამოსაფრები ამის დამშლელები ძალიან ცოტა თითქმის არ არის და ვერ შეიყვარა ქართულმა მომხმარებელმა. საკმაოდ კარგი მანქანებია, განსაკუთრებით ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ რა თქმა უნდა ამ მანქანას როცა ყიდულობ ამ ზომის მანქანას აუცილებლად უნდა იყიდოთ 4x4-ზე, შესაბამისად მხოლოდ 3.6 ბენზინის ძრავით და ნუ აი ეს ზარა 2020 და რაც გამოდის ძალიან მომწონს, აი ულამაზესია უკნიდან გვერდიდან, აი ძალიან დახოცილი მანქანა. ამერიკიდან ამის ჩამოყვანა რა ჭდება 2020-დან ზემოთ. დაახლოებით $9,000-ად ჩამოიყვანს. $9,000 ულამაზეს ავტომობილს. ასეთ ახალ ავტომობილს. 7 ადგილიანს. ნუ და აი ესეთი გაბარიტების ამ კლასის მანქანა იყიდი ამ ფასად. ვერ იყიდი. ვერა Ford Explorer-ს მაგალითად 2020-21-იან სამ ფასად ვერ ჩამოიყვანა. კი, ნამდვილად საიმედო, დიდი გაბარიტებით და ძალიან კარგი ჯიპი. და გაზის მოყვარულებს ვეტყვი, რომ გაზიც დგება ჩვეულებრივად უპრობლემოდ ამ 3.6 ძრავზე. ასე რომ დღევანდელ რუბრიკაში აი ეს მანქანა შევახსენეთ ჩვენ მაყურებელს. სწორად აარჩიე, შოთა მინდა გითხრა, ძალიან მაგარი მანქანა არის და თითქმის არ შემოდის ამ ავტომობილებზე შეკვეთა, არა და არანაკლებ გამძლეარი ვიდრე Ford-ი. პირიქით, ბევრად ეს უფრო გამძლეა ვიდრე Ford-ი, ასე რომ გირჩევთ დაფიქრდეთ, ვიზუალის კუთხით მე 20-ის ზემოთ ძარა უფრო მომწონს, თუმცა ისაც უყვარს განსხვავებული მანქანები, ძალიან კარგი ვერსია. თუმცა ფინანსებიდან გამომდინარე, ხა 16-დან 18-ის ჩათვლით თუ $5,000-ში ჩამოდის, შვენიერი ფასია საქართველოსამდე. კი. შვენიერი მანქანა არის, თქვენ კი თუ გაინტერესებთ ესეთი მოდელები, დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი ავტომობილია დაუფასებელი საქართველოში, რომ მასზე განვიხილოთ და ჩავწეროთ ვიდეო. გამოიწერეთ ასევე ჩვენი არხი და გააზიარეთ ეს ვიდეო. დღევანდელ რუბრიკაში შემოგთავაზებთ BMW-ს 2.0 დიზელი ძრავს. ეს არის 2014 წლის და გარბენი აქვს 204,000. BMW-ს მინდა შეგახსენოთ, რომ BMW-ს ყველა თაობაში გაფუჭებულზეც ფუჭდება. გაჩერებულზეც ფუჭდება. არა, გაფუჭებულზე არა, სხვათა შორის ეს არის დიზელი და ყველა თაობაში BMW-ს დიზელი ქონდა ყოველთვის კარგი. და თამამად გირჩევთ, შეგიძლიათ შეიძინოთ დიზელის ძრავით. არანაირი წყლის სისტემის პრობლემა და მუშაობს გამართულად და არის სამივე დროს ეკონომიურით, არა. თუ არ გინდათ, თუ მოგწონთ BMW და არ გინდათ რომ ხელოსანს მოანათლიოთ ბავშვი, მაშინ იყიდეთ 2.0 დიზელის ძრავზე დამიჯერეთ, გეყოლებათ ულამაზესი ავტომობილი, ასევე სწრაფი, ასევე ეკონომიური და არასდროს არ უნდა გაჭირვებთ ხელოსანს, ნუ სავალი ნაწილი არ ითვლება. დანარჩენი სხვა კუთხით. კონკრეტულად ეს მანქანა საქართველოსამდე ჯდება $5,900. $5,900. იდეალური ფასია დაუზიანებელი მესამე სერიისთვის 2.0 დიზელს. $5,900. იდეალური ფასი. იმედია, კარგი გამოვა. მიუხედავად 204,000 გარბენისა, მაინც აქვს დიდი რესურსი ამ ძრავებს, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ. კი, ეს გარბენი დიზელის სამძრავისთვის საერთოდ არაფერი არ არის, ასე რომ ჩამოგვიყვანია კიდეც ამ გარბენით და მომხმარებელთ დღესდღეობითაც კმაყოფილი არის. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ, მის იმედია, კარგი მანქანა გამოდგება და შეიძენ შენი მომხმარებელი. წარმატებები მომხმარებელთ. დღეისთვის შევარჩიეთ მომხმარებლისთვის Ford Explorer 2017 წლის სპორტ კომპლექტაცია, რომელიც არის ტყავის სალონზე სიდენების გათბობით. აქვს მცირე დაზიანებები, როგორც არის ბამპერი და წინა მარცხენა ფრთა.
ფრთა გამოსაცვლელი ბამპერი გაკეთება. უმარტივესი დაზიანება არის. გარბენია 91,000 მილი არის 3 და 5 ბენზინის ძრავზე. და არის კალიფორნიის მანქანა, კი ბატონო, რომელიც ჟანგებს თითქმის გამორიცხავს. შვენიერი მანქანა არის და დაახლოებით 4,000-მდე. მე ვფიქრობ 4,000-მდე ამ მანქანას მოიგებ ნამდვილად. კი, ძალიან ისეთ კარგი მანქანა, კარგი ისტორიით. და ნახოთ რა იქნება წარმატებები ჩვენს მოხმარებელს. წარმატებები დარწმუნებული ვარ ეს მანქანა შენი არის. შოთა, შენ რა გაქვს? დღეს მე მომხმარებელს შეურჩიე Hyundai Tucson 2023 წლის ჰიბრიდული ვერსია. დაზიანება აქვს წინა მხარეს და უკანა მხარეს, უკან ცოტა მძიმედ არის, თუმცა მომხმარებელი თანახმა ასეთ მანქანაზე. გარბენი აქვს 66,000 მილი. ფერი ძალიან კარგია. აირბაგები არაა გახსნილი საბედნიეროდ. 4-4-ია რა თქმა უნდა, limited პაკეტი. და ამ მანქანას შევეცდებით მოვიგოთ $10,000 ადგილზე. ძალიან მოუწოს ეს. ვითვალისწინებთ დაზიანების ხარჯებს, ამიტომ მეტზე არ გავყვებით. მაინც კარგი ფასია შოთ $10,000 თუ ეს მანქანა წამოვა, მე ვფიქრობ შენი მომხმარებელი ძალიან კმაყოფილი იქნება, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ფასია. თავად რაც მინდა აღვნიშნო, მიტანილი არ არის, უკანა კარების ზაზორები თავის ადგილზე დგას, ასე რომ მცირე ჩარევა დაჭირდება უკანა. უკანა დაზიანება მაინც ყოველთვის ჯობია წინა დაზიანებას ყველა კუთხით და ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა. აგერ ამერიკის ბიჭები დამეთანხმებიან, რომ მაშინ როდესაც RAV4-ის ჰიბრიდზე შემოდის n რაოდენობა შეკვეთები, არავინ არ ახსენებს Hyundai Tucson-ის ჰიბრიდებს. მაშინ როცა ეს ავტომობილი ღირს უფრო იაფი, არის ძალიან გამძლე, დამიჯერეთ ძალიან გამძლეა. დაახლოებით 2 ლიტრით ნაკლებს წავს ვიდრე RAV4 და დამიჯერეთ რომ სიარულითაც და კლასითაც არაფრით ჩამოვარდება კი არა შეიძლება ითქვას უკეთესიც არის. ვიზუალზე ლაშა პირდაპირ ვიტყვი რომ ბევრად ჯობია RAV4-ს. ხო, ეგ უკვე გემოვნების საკითხია, მაგრამ პირდაპირ ყოველ შემთხვევაში არ მედაოთ. ჩემ ფავორიტია კაი ფასი. შორის Kia Hyundai ყველა მოდელში საკმაოდ კარგად იმუშავა და ბევრი მოდელები დახვეწა ზოგადად. ბევრი არა, ფაქტობრივად. Kia-ს გასაღები. შოთა ეს 1.6-ია, ხო? 1.6 ჰიბრიდია. 1.6 ჰიბრიდი. მარტივად რო უთხრათ მოსახლეობას და რო გავარკვიოთ რა. Kia Niro-ზე ხოა საქართველოში ბუმი. ეხლა ამ წუთას. იგივეა უბრალოდ უფრო დიდი, უფრო კომფორტული და უფრო მაღალი. ბოთია გაძლიერებული, ხო ეგრეა? კი ბატონო. ასე რომ წარმატება უსურვოთ ჩვენს მომხმარებელს იმედია არჩევანი გააკეთა. წარმატებები შოთა. მადლობა. ეს იყო TL Time-ი, ჩვენ ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები ამერიკიდან და სამხრეთ კორეიდან. ჩვენი ოფისებია თბილისი ჯუმბერლეჟავას 22 ნომერი, ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა, ქუთაისი რუსთაველის 32 ნომერი. ვიმყოფებით ტრადიციულად დრანგტედიში. აუცილებლად მობრძანდით, გასინჯეთ ტედის საფირმო კანჭი და ეს უგემრიელესი ლუდი. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააზიაროთ ეს ვიდეო და დაგვიკომენტაროთ რომელ ავტომობილებზე გსურთ რომ ვისაუბროთ ჩვენ.